წლები გადიოდა და ვერც მევხსნდი ბორიას რეჟიმის ერთ მთავარ გამოცანას. რატომ მიგვათრევს რუსეთში დასავლეთში ნასწავლი და ნაცხოვრები ხალხი? ყველა ხო ფარცხალაძე რომანური არა, დასავლეთის წოდნიდა მხოლოდ რომ გერმანული ციხის კანონები აეთვისებინა. არიან ისეთებიც, ვისაც უნივერსიტეტები აქვთ იქ დამთავრებული. ზოგს აქვს დამთავრებული ბაკალავრიატი, ზოგს მაგისტრატურა, ზოგს თუ დავუჯერებთ დოქტორანტურაც კი. უმეტესობას რაღაც კურსები და ეს დიპლომები ყოველთვის ყველას რაღაც კაბინეტის კედლებზე აქვს გამოფენილი ძალიან გამოსაჩენ ადგილას. აბა რატომ უნდათ რუსეთი? მერე გამახსენდა რომ კიმ ჩენ ინი, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე უბედური რეჟიმის მეთაური, შვეიცარიულ პრესტიჟულ კოლეჯში სწავლობდა ბევრი წელი. მეგობრებიც კი ყავდა და კალათბურთსაც კი თამაშობდა იქ, იმათ გუნდში. ბაშარ ასადი ლონდონში 4 წელი თვალის ქირურგად მუშაობდა. ჰუნ სენს კამბოჯელ დიქტატორს დამთავრებული აქვს ნიუ-იორკისა და ბრისტოლის უნივერსიტეტები და ამერიკული სამხედრო აკადემია. პოლ პოტს ფრანგული უნივერსიტეტის ინჟინრის დიპლომი ჰქონდა. მობუტუ სესესეკოს ბელგიური. მუამარ კადაფის ბრიტანული სამხედრო განათლება და ვინიცის კიდევ რამდენი. ალ-ქაიდას ხელმძღვანელობაში თუ ISIS-ის თუ სხვაგან. მაგრამ უშველა. ქართველი კლასიკოსი იზახდა, სხვათა შორის არ ქონდა თვითონ უნივერსიტეტის განათლება, მარტო წყნარას იზამს თუ ბუნებამც არ უშველოო. ხო და მივიღოთ ეს სიმართლე როგორც მოცემულობა. ნუ გვიკვირს რომ ვინმე კობახიძე, როგორც ამბობს გერმანიის დიპლომით, დღევანდელ კობახიძედაა ჩამოყალიბებული და კიდევ უფრო კობახიძევდება თვალს და ხელშუა. რომ პაპუაშვილი გერმანიის მთავრობის მრავალწლიანი მაღალხელფასიანი მუშაკი კიდევ უფრო პაპუაშვილდება. ვიღაც ლაშხი, ვიღაც. ეს კომპლექსიანი ბერწები და კედელზე ჩამოკიდებული მათი დიპლომები კი არა, არის ხალხი დასავლეთში იბადება, იქ სერიოზულ წარმატებასა და აღიარებას აღწევს და მაინც მოსწონს ეს პუტინი. დასკვნა ცოტა მეტად დავუჯეროთ დარვინს. ევოლუცია არ დასრულებულა. ვიღაცისთვის იქნებ არც დაწყებულა. ზოგი კი ახლაც ქოცად იბადება.